დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის პირველ რიგში, რაც შეეხება არჩევნებს და ზოგადად პოლიტიკურ ბრძოლას, ბუნებრივია ნებისმიერი დემოკრატიული პარტიისთვის მთავარი გზა ხელისუფლების შეცვლის არის დემოკრატიული არჩევნები და ასეთივეა, რა თქმა უნდა, თავისუფლების მოედნისთვის. ეხლა როგორ მივაღწიოთ ამ თავისუფალ არჩევნებს? ეს უკვე არის განსხვავებული შეკითხვა, განსხვავებული პასუხით და ამ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ სახალხო პროტესტის გაგრძელება, გაფართოება, გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება სწორედ იმის ერთადერთი გარანტი, რომ შესაძლებელია არჩევნების სწორედ ისეთ გარემოში ჩატარება, სადაც ხალხის ნება იქნება გადათარგმნილი შემდეგ უკვე შედეგში. რაც სამწუხაროდ ვერ მოხდა წინა არჩევნების დროს, სადაც ყველა გამოკითხვით, რომელიც კი საერთაშორისო გამოკითხვა იყო და გააჩნდა, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის მაჩვენებელი, აჩვენებდა, რომ ოპოზიცია ღებულობდა დაახლოებით 60% ხმების, დაახლოებით ისეც, როგორც აიღო მადიარმა უნგრეთში, ხოლო ხელისუფლება 40%, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემა და თვითონ მოსყიდვა, ასევე ავტორიტარიზმის ის დონე, რომელიც საქართველოში იყო, არ მისცა ამან საშუალება ოპოზიციას და ხალხს, რომ დაეფიქსირებინა ის, რომ ხალხის ნება რეალურად ხელისუფლების ცვლილება. სწორედ აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ერთის მხრივ არჩევნები უნგრეთში გვაძლევს გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას, მაგალითად იმას, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი და ეს ოპტიმიზმი გადავდოთ ჩვენ საომრჩეველს, თუმცა ეს საკმაოდ ძნელია 2024 წლის შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად მოგებული არჩევნები манипуляციებით მოიპარა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ მეორეს მხრივ გამოსავალი დემოკრატიული ქვეყნისთვის სხვა არ არსებობს გარდა არჩევნების ჩატარებისა. და არჩევნებში გამარჯვებისა. კი ბატონო, თქვენ პოლიტიკურ გუნდს ამ შემთხვევაში რომელ არჩევნებზე აქვს ბატონო ბაკურო სწორება, თუ შეგიძლიათ გითხრათ 2028, თუ მანამდეც უშვებთ ალბათობას, რომ შესაძლოა დაინიშნოს არჩევნები? მე ვუშვებ ალბათობას, რომ არჩევნები შეიძლება ნებისმიერ დროს დაინიშნოს. ერთი იმიტომ, რომ ქართული ოცნება ძალიან არის დასუსტებული, მეორეს მხრივ მას სჭირდება ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ გამოვიდეს იმ საერთაშორისო იზოლაციიდან, სადაც იმყოფება, ის აბსურდული გადაწყვეტილებები საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც ქართული ოცნება ბოლო 2 წლის განმავლობაში ღებულობდა, მათ ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ფაქტიურად იზოლაციაშია მოქცეული მთელი მათი მთავრობა და ერთადერთი ესეთი მოკავშირე, რომელიც მათ გააჩნდა, სამწუხაროდ იყო ირანი და ირანის მსგავსი ქვეყნები, ხო, რომლებიც მაინც და მაინც არ გამოირჩევიან მაღალი რეპუტაციით საერთაშორისო არენაზე. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი არაერთხელ გვინახავს, როგორ იღებდა სურათებს მესამე მდივნებთან, ხო, წარმომადგენლობის სხვა ქვეყნების მიუთითებს იმაზე, რომ ოცნებას დიახად ძალიან აწუხებს ის საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც თვითონ მოექცია თავი აბსურდული საგარეო პოლიტიკით. და აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ცადოს არჩევნების ჩატარება ისევ თავისი, ასე ვთქვათ, პირობებით იმ მიკერძოებული სისტემით, რომელიც ჩამოაყალიბა და გაუარესებული სიტუაციით იმ ბოლო 2 წლის მანძილზე, რომელიც შექმნა, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები და ამ სამართლიან არჩევნებში ყველა ვარიანტში გაიმარჯვებს ოპოზიცია, რაც არ უნდა თანხები ჩადოს ქართულმა ოცნებამ და როგორც არ უნდა ეცადოს მოსახლეობის დაშინებას. იმიტომ რომ დღეს უკვე ნათელია, რომ ქართულ ოცნებას არ გააჩნია არანაირი გეგმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ის ეკონომიკური ზრდის ტემპები, რომელსაც სტატისტიკა აჩვენებდა, რეალურად არ ეხება მოსახლეობის 80%-ს. კი ბატონო, სამართლიან არჩევნებში რას გულისხმობთ, ბატონ ბაკურ? მინიმუმ ისეთ პირობებს, როგორიც იყო 2024-ში? არა, უკეთეს, გაცილებით უკეთეს. დაბრუნებას თუნდაც იმ პირობების, რომელიც იყო 2020 წლის არჩევნების დროს, როდესაც манипуляცია თვითონ საარჩევნო უბნებზე იქნება მაქსიმალურად შეზღუდული, როდესაც მედია დაფარვა, მათ შორის სამთავრობო, პროსამთავრობო არხებზე იქნება უზრუნველყოფილი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იმედი და რუსთავიორი, ისევე როგორც პოსტივი არ უშვებდა არანაირად, ასე ვთქვათ, სატელევიზიო რეკლამებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან და სად იყო გადაეხადა ჯარიმები, ხო?
იმისთვის რომ ეს არ გაეკეთებინა, შეეტანა იქ სასამართლოში, გაიჯანჯლებინა ეს პროცესი და პრაქტიკულად აიკრძალა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, გაიგო ალტერნატიული აზრი, რომელსაც ის მოკლებული იყო. აქედან გამომდინარე, თუ აი ეს ყველაფერი დრამატულად შეიცვლება და უნდა შეიცვალოს კიდეც, მაშინ ქართულ ოცნებას რეალურად მოუწევს ხელისუფლების დატოვება და ქართველი ერის ნების შესრულება, რომელიც სამწუხაროდ შეძლო და გადაუხვია ამ ნებას 2020 წელს. კი ბატონო, თუმცა აი სუსის ფაქტორი და ფინანსების ფაქტორი ბატონო ბაკურ, აი ამისგან რა დაასხვავს, იმიტომ რომ გაყალბება ხდება არა არჩევნების დღეს, არამედ მანამდე, ხო, ამას გვაჩვენებს პრაქტიკა და ამაში ჩართულია სუსი და ამაში იხარჯება ძალიან დიდი ფინანსური რესურსი. დიახ. სწორედ ამას გულისხმობდი იმაში, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო, როდესაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ და ამას ვითხოვთ, არის არამხოლოდ თქვათ ის ფორმალური მხარე, არამედ ის არაფორმალური ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, მასობრივი პროტესტი ქართული ოცნების კიდევ უფრო დასუსტება, მათი რიგების შერყევა, იმის გააზრება თვითონ ქართული ოცნების მომხრეებში, მათ შორის საშუალო რგოლის ხელმძღვანელებში, რომ ქართული ოცნება რეალურად ქვეყანას მიაქანებს დაღუპვისკენ, მარტო სტაგნაციისკენ კი არა, დაღუპვისკენ, საერთაშორისო იზოლაციისკენ და რეალურად რასაც ოცნება გვთავაზობს. ეს მშვიდობა კი არ არის, ეს არის დამოუკიდებლობის დაკარგვა, თან ყველანაირი მშვიდობის გარანტიების გარეშე. მე ვთვლი, რომ ქართული ოცნება იძულებული იქნება, თუნდაც აი სუსთან დაკავშირებით მიიღოს ისეთი კომპრომისული გადაწყვეტილება, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა გააკონტროლოს ამ უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა და დააბრუნოს ის მინიმუმ აი ამ საარჩევნო პერიოდში მაინც თავისი რეალური უფლებამოსილებისა და მოვალეობის ფარგლებში, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და რა ოპოზიციური პარტიების დევნა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ბაკურ, მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ბაკურ კვაშილობა